ჩვენ კლაუს სტუდიაში ვართ, დიდი საფეხბურთო ამბების შემსწრენი, აგერ ვხედავთ რომ Paris Saint-Germain შეიძლება კლუბთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში აღმოჩნდეს და ჩვენი გადაცემა როცა გავა ეს იმ დროს უკვე ხდება შედეგი. შედეგი უკვე სტოპერი გახდება. ბატონო დღეს საღამოს იქნება ცნობილი, მაგრამ ჩვენ არ ვიცით. ერთი ფინალისტი ვიცით რომ ეს არის ლონდონის ჩელსი და ალბათ ბევრი გვაქვს სასაუბრო ზოგადად საფეხბურთო ტენდენციებზე მსოფლიოში, რაც კიდევ ერთხელ ცხადყო აი ამ ჩემპიონატმა ეს კი, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ 2012 წელს როცა კორინთიანსი ბოლო კლუბი იყო თურმე, ვინც მოახერხა და საკონტინენტაშორისო თასი მოიპოვა, თქვენ წარმოიდგინეთ რომ 13 წელი გავიდა ამის შემდეგ და მხოლოდ ევროპული გუნდები იგებენ, ისიც ალბათ სიმბოლურია რომ ჩელსის შემადგენლობაში გოლის სწორედ რომ ფლუმინენსეს აღზრდილმა 10 წლიდან ეს ბიჭი პედრო ხო ესე იგი აღზრდილია ფლუმინენსეს აღზრდილია 10 წელიწადი იქ თამაშობდა პირველი სეზონია ჩელსიში ბრაიტონის შემდეგ და ჩელსიში მან თავისი პირველი 2 გოლი სწორედ რომ საკუთარი სამშობლო გუნდის წინააღმდეგ იქ სადაც არა რუსებს აკვენ რადგან გერაძილსა თამი ბრიგადირსა სადაც მეიმადება იგი ვაშკაცები ამ ჩემპიონატმა რა აჩვენა იცი ევროპული გუნდები უფრო მომზადებულია ვიდრე ლათინური ამერიკის გუნდები სვაჩერს აი თქვენ ახლა ძალიან საინტერესოდ აღნიშნეთ და მე ბატონ მამუჩაკთან მექნება შეკითხვა რომ უკეთ მომზადებულნიო აი ვითომ მომზადებულნი იყვნენ უკეთ თუ თავზემოთ ძალა არ იყო და უბრალოდ ასე ტემპში ვერ თამაშობენ და ჩამორჩენილები არიან ევროპულ კლუბებს ეხლანდელი ფეხბურთის ტენდენცია იგი არის რომ სამხრეთ ამერიკის გუნდები ჩვენგან ასხვავებით ჩვენ დროს თამაშობდნენ გასვებით კლასით დაბალი გახდა და ვეღარ თამაშობენ და ევროპაში დიდი ინტერესია ფეხბურთსადმი და ფულს ვერ სიხდიან და ეგენი ფუძლილებია საუკეთესო ფეხბურთელები იყიდებიან უბრალოდ ტემპშიც ვერ მიყვებიან ტექნიკაშიც ვერ მაგალითად რატო დადო ჩვენ პასურა ხო რა თქმა უნდა ჩვენი თავი გვეხუნდნესო და იბერიასაც ვისაუბრებთ და ქართულ ფეხბურთს იბერია სხვა ამბავია მაგალითად მალმეოს გუნდი გუში რო შევადარო ჩვენ იბერიას არ შეიძლება სამეთერთი მოგვიყვეს ჩვენ საკუთარ მითოზე და ეს მე მგონი სიცხველია რა უნდა გავაკეთოთ ბატონო რეზო წლები გადის აგერ უკვე ხედავთ რომ მით უმეტეს აი იმ ფონზე რომ ჩვენი სპორტსმენების წარმატებებს ხედავთ ხო ყველგან ყველა სფეროში ჰოკეიშიც კი სხვათა შორის იმისთანაც წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს აგერ ბოლოს ისლანდიის ნაკრებს უგებთ ხო იქ სადაც ყინულების ქვეყანაა ხო და აი ერთადერთი სფერო ეს არის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში რომელიც უბრალოდ უკვე ვერანაირ კრიტიკას ვერ ზაფხულია და შვედეთის გუნდმა იწყება ზაფხული და უკვე წინასწარ უკვე ასე მდგომარეობაში ვართ არიქა ახლა ჩვენი რომელი გუნდი რა სიურპრიზ მოაწყობს სხვათა შორის ამ ხრივ მდგომარეობა უკეთესიც კი იყო ჩვენ გვახსოვს რომ წლების წინ ლოკომოტივმა დაამარცხა სტიაულა უბრალოდ დინამო ბუხარესტი თუ სტიაულა დაამარცხა მერე მოსკოვის დინამო და უფრო წინ წაიწია ანუ რაღაცები ხდებოდა გორის დილა გვახსოვს ორჯერ სხვათა შორის რა გამოსავალს ვხედავთ თქვათ აი დღევანდელი დღიდან გამომდინარე თუმცა ჩვენი მწვრთნელი აგერ იბერიას მწვრთნელი გვაიმედებს რომ სულ სხვა თამაში იქნება გასულაზე ღმერთს კი ბატონო ნუ ახლა თენჯერობით თავარი ის არის რომ სოფლიო ფეხბურთი საერთოდ შეიცვალა
და ფსიქოლოგია ფეხბურთი უკვე უფრო გამდიდრა, უფრო დიდი გახდა, უფრო უკვე მიდის საუბარი იმაზე, რომ ზოგიერთი ვითომ დიდი პროფესიონალები იმას ინახიან, რომ უკვე იმდენ თამაშობთ, რომ ეს ჩემპიონატი, მსოფლიო საჩემპიონატა კლუბები ეს არისო საჭირო, აგერ გაზეთებში წერია საჭირო. არ არის. საჭირო ხედავთ, იმ ხელა თანხებია გამოყოფილი და 5 ფეხბურთელს სრულიან და ასვენებენ აგერ 4ჯერ თამაში. 5 წუთიანი თავივიდა 4 კი ბატონო წყლის ზმა. მოდის. ეს გითხრათ სიცხეში გასაგები. ეს ამ თემასთან და ამ დასვენებასთან დაკავშირებით. ხო, მაგრამ ჯერ მივყვეთ ძირითადად. კი ბატონო, ძირითადად რო ეხა მაგალითი იმისი რომ გუშინდელმა ჩვენმა თამაშებმა ვანახა ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი როგორი გვაქვს და ამასთან ერთად კიდევ ევროპა და სოფლიო ფეხბურთებს თამაშობს და სამხრეთ ამერიკას რა აქვს. ამის ზეგი ნელ-ნელა გარჩევა შესაძლებელია, კი ბატონო, მაგრამ პირველი მაინც თუ თქვათ რომ ჩვენი საქართველოს გუნდის იბერიას თამაში, თამაში მაინც ყველაზე მთავარია რომ ეს ყველაფერი ისე გეირჩეს რომ ამან შედეგი რომ მოგწეს და სარგებელი რომ მოგვიტან სხვა კლუბებსაც რომ ესე არის ამის პრინციპი ჩვენმა გუნდმა გუშინ მაგალითად საქართველოს ნაკრებმა გვანახა ის დაგვანახა კაი ერთი დაგვანახა რომ ტაქტიკაში ჩამორჩენილი არ არის ნაკრები ხო? ნაკრებზე როცა გუნდი ჩვენი ხო, იმიტომ რომ ეს ახლა მაინც ასეა თუ ისეა ჩვენი ყველა ჩვენი გუნდი სანაკრებო თამაშებსაც თამაშობენ. ხოტორია აიქნება ახალი მსოფლიო ჩემპიონატი გუნდებშიც. ხო, ხოტორია, ამიტომ ჩვენი საქართველოს გუნდი უნდა მონაწილეობდეს ამაზე და წარმოვიდგინოთ რომ ყველა მონაწილეობს. ხო და ამიტომ ახლა ის ჩვენი იბერიას თამაში ვითომ ტაქტიკა კაი იყო, მაგრამ ამ ტაქტიკაში ისეთი შეცდომა იყო, რომ ეს აუცილებლად მეგამაუჩარა კი ვილაპარაკობთ. უნდა გავარჩიოთ გზაში საუბრობდით ამაზე. თქვენ ამბობდით რომ აი 5 ფეხბურთელი ძალიან კაი ჩემას ვიტყვი, ძალიან კაი იქნება მაგალითად ის 4 გუნდი მაგალითად ევროპაზე რო გადის. აი ის პერიოდი რო დგება გასასვლელი, ვინმე ვეტერანი ფეხბურთელი ერთ გუნდს მიავლინონ კონსულტაციას. მაგი არის, მაგას აკეთებენ კაცკაცი. ჩვენ ახლა მაგალითად ევროპაზე მე და ჩელებაძე ვიყავით იმაში, კი ბავშვობები. მაგრამ თქვენ იყავით ნაკრებთან. ხო, გუნდებზე საუბარი. ეხლა აი თქვენ რო ყოფილიყავით ჩეველი მაგალითად. ხო, ნუ ახლა ჩვენ და ზაგრე მე და მანუჩარას აზრი ახლა ლაპარაკობთ ყოველთვის და იმავშობილი და ჩვენი აზრი მაგალითად აი ეხლა ხო რა იყო ახლა ეს თავარი ის იყო რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა და ჩვენმა გუნდმა ჩვენმა უცხოელმა კაი ტაქტიკა ერჩია. შეხედე ქონდა ტაქტიკა როგორი შეხედე 1-3 ცენტრალური აიგე მე 2 ფლანგი თან დამცველი და თან ახევარ დამცველები და 3-1-2 წინ აკიდე ეს იყო ეს ცენტრალური მომჭაროი ძახი საგდენი ხო საგდენი ძალა ცენტრში ეს არის და ესე იგი შეხედე წარმოიდგინე რომ 5-3-2 ვეთამაშებოდით იმგეს 4 და 2 გაიგე მაგრამ შეხედე ეს გუნდიც მაგათი შვედების გუნდი ხო მაგრამ დღეს ისია შემოსული უკვე მოდაში ყველგან ანუ რომ აი ეს შეხედე 1 გაიგე 5 შეხედე 1 2 3 4 5 გაიგე ეს აქ სამეული რო არიან ეს სასაცელის დახი სახტენ ძალასაც იმაშობიან და იკეთება თელი ზონა დაცვის მომენტში. გაიგე, დაცვის მაგრამ ხო, 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 კი ბატონო. აი, ამაში ჩამოშევ. კი ბატონო, ხო, ამაში ახლა შეხედე მაგი, აი ორთაბძოლა. ახლა ამგენი შეტევა. მოწინააღმდეგე შეტევა რა, გულში, რა, შვედები რითინ იმას ქნის ჩვენ. გაიგე, შეხედე. ანუ ჩვენ
ცოტა აქეთ ჩამოიწევთ რომ კი აი ხო ჩანს ხო აი რაშია იცი საქმე შეხედე აი ჩვენ შეტევის მომენტში ძალიან კარგად ვაკეთებდით რა იცი რომ შეხედე ხო ვიყავით 3 ცენტრალური ვართ კარგი მაგრამ დაცვის მომენტში რო ჩამოვდიოდით უკან შეხედე ესე იგი 1 5 3 2 ხო ჩამოვდივართ უკან ხო მაგრამ და ვაკეთებთ ამას წართვის დროს როცა მოწინააღმდეგე იწყებს თამაშს და მოდის ჯერ ერთი ახლა თამაში არის მიდის უფრო მეტი რაც არ უნდა კეთდებოდეს ხო აქედან თავი ეს მოედან და აქედან იწყებენ ასე თამაშს ხო ყველა და ასე მოკლე გადაცემებით მიდიან იქით მაგრამ ამაში ხელს აუწყობს იცი რომ ეხლა ჩამჯდარია გუნდი უკვე აი ამაზე შეხედე 5 ხო ჩამჯდარია 5 3 2 ჩამჯდარია აქ და კუჩას აქ იკეთებენ და ამ დროს შეხედე ამ დროს ჩვენ გუნდში აქ შეხედე მოდიოდნენ 1-ც, 2-ც, მე-3-ც, მე-4-ც, მე-5-ც წასართმევა ხო მე-5-ც, მე-6-ც შესაბოჭად აქ გაიგე მოდიოდნენ აქ და შექმნილ კუჩას ქნიდნენ გაიგე და შეხედე რამ ხელა ისა ხალხმოვრობა ანუ და მაგრამ რა იყო იცი ისტორია შენი შენიშნა ეს კი არის მაგრამ ესენი აქ ამ ბურთს რო ათამაშებენ ბიჭო ამას მიცემს მოკლე გადაცემი აქეთ წამრთნევის როლია მეორე ბურთი რო ეტენესებათ შემოიყვანეს ის თავდაცველი ის აი აქედან მარჯვენა მხრიდან მოაყვა ცენტრში შემოდა და ეგ იმა ცხიანი გეიტა აი მანუს 100%-იანი ხარ მაგ ვარიანტი აქედან რო უნდა გააკეთებინო პერსონალურად ზოლაში აუნა გაჭებოს უწირა მომისინე ორთაბძოლაში ვარეჯობდათ ანგარიში ეგეთი არა ახლა მე აგესი თქვენ რაღაც მეკითხები და მე შეხედე აი ისტორია აქ ამას ეს კეტავდა ხო მე ვიდა ახლოს არიან ყველასთან მაგრამ მიღებულია ბურთი აი ოსტატობა რაშიც ის ბიჭი მალმეუს ფეხბურთელი მარცხენა თავდამიდან შემოვიდა აჯობა ჩვენს ოსტატობით და გამოვიდა და გული მალო შეხედე ამან მაგრამ უნდა ემუშავა დაზღვევას ამ დროს და ვერ იმუშავა ბურთის აზრმევარიცია ხო და აქ ჩვენ ერთაზე ვართ ყველა ოღონდ ერთადა ამას როგორ გადავცემთ იმგეს მე ასეთი შტაბეჭდილება შემექნა ახლა თქვენ როგორც თქვით რომ ყველაფერი სწორად ტაქტიკურად გათვლილი და გააზრებული იყო მაგრამ ოსტატობა არ ქონდა იმ დონისა ვიდრე ვთქვათ წორთნელს სასამართლოდ ვერ მიდიან ვერ ართ ახლა მომიცინე რა ხდება იცი როდესაც შეხედე არის ფეხბურთელებში თან ახალგაზრდებში ეგი მე მქონდა ერთი მომენტი ასეთი ხონდა აი ეს ერთი მომენტი ასეთი როდესაც შაპტიორს ვეთამაშებოდით და აქ ასე მოდიოდა ფეხბურთელი ბურთით გაიგე მოდიოდა ბურთით ფეხბურთელი და აქ ზორბეგა იყო ებრალიძე და აქ ვიყავი მე გაიგე და ესე იგი იმდენად მე ჩავთვალე რომ ზორბეგა ამას არ გოუშვებს გაიგე მე არ იმავსკები გაიგე არ მივაქცი ისე ყურადღება ხო ლაითად მე მამჩა უეჭვე იგი ზორბეგა უეჭველი წართვე და წამთვევი იყო გაიგე და თურმე ზორბეგა ფიქრობს რომ რეზოლს მივადა წართ ამასობაში მანუ შეხედე ამა რაკინა ბახ გაგვიგდო ასე ბურთი შუაში ბიჭო მე იმას უყურებს იგი მე მიყურებს და გავიდა ერთიორე და არყაში აღდგა გაიგე იმის მერე რავა ვენდობოდი ვინმეს გაიგე უკვე გაიგე აი რას ნიშნავს იგივე ვარიანტია ახლა აქ ბიჭო კი ჩამოხვედი მაგრამ რო ჩამოხვედი ამას ბურთი რო აქ ამასთან უნდა მიხვიდე წასართმელა მერე მიცა იმან ამან წასართმელა რასაც გუშინ ჩელსი უკეთებდა იმგეს ჩელსი თვითონ იმ ბრაზილიელმა რომელიც მოუგო და გაუტანა ბურთს ვერ ართმევ ესე აი კაი მაგალითი ჩელსმა მართლა კაი მაგალითი გვაჩვინა პრესინგი და იქვე მიხჩობა წართმევა აქვე გაიგე დაცვაში
დიდი სიცარიელეები აქვს და ეს გამოჩნდება. რა ხდება, იცი კი, ჩამოხვიდნენ კალიჩესტო იესტო, გაი კალიჩესტო არის, მაგრამ კაჩესტო არ არისო, ხო იცი, კაჩესტო. მაგრამ ამ კაჩესტოში, მანო დღეს თითოეული ფეხბურთელი თქვი, დღეს თითოეული ფეხბურთელი, როგორც ჩვენ ვიძახოდით ყოველ იმაზე, უნდა იყოს წაფთმები და შემტევი. გორი არ აკნებოდა. ზოგიერთმა პრესინგიც უნდა იცოდეს. კი ბატონო, კი ბატონო. ძალა უნდა ფიზიკური გამძლეობა, სირბილი. აი იბერიას ძალიან უჭირდა დაცვაში. უშვებდა ბევრ შეცდომას და აშკარად სუსტად გამოიხურებოდა. შვედებს ჩვენ საჯარიმოში ბურთის გათამაშების დროც კი ჰქონდათ. აი აქ ჩერდები. ხო. ჩერდები, იმიტომ რომ მაგრამ მე ხო გაჩვენე და მედაზორბეგა ორი ახლა თბილისის დინამოს ორი ძირითადი ფეხბურთელის დამცველები პახ გაგვიგდეს და მე იმასე აქ შეიძლება ესენი ერთმანეთის იმეზე არიან. ბევრი ვარ ძმაო და რას მოგატყუებ? ინდივიდუალური ეს კი ძირისი ბრალია, ეროვნული ჩემპიონატი ისე დონეზე არ დგას. ხო, იმიტომ რომ სამი გუნდია. ეს უნდა ფაქტია რომ საუკეთესო გუნდია ჩვენი. ჯერ თავარი ამ წუთას. სამი თერთმეტ მოედანზე ჯერ ბაიერთან. კაი ბიჭები არა, ის ჯენერალი მაგალითად ჩვენ ცენტრალური კაი ბიჭია და მაგრამ მამაგეიშვილი თუ არ გაიზარდა თუ არ გაიზარდა ოსტატობა არაფერი არ გეუბნება. ბიჭო რა იყო ეს მე ახლა გეუბნები. ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყო და ისე პერსონალურად უნდა თამაშიც ვეტერანებს უნდა დაესწარეთ და ასწავლეთ. არა. პერსონალური იმას დაცვის იმას ვერ შენ ახლა ხო და აქედან გამომდინარე, რასაც ჩვენ ახლა ვიძახით. აი აქცენტი გავაკეთოთ ზუსტად ერთ რამეზე. კი ბატონო, არა, როისწავლო. უნდა იცოდე ერთადერთი აუცილებლობა წართმევის დროს პერსონალკა. ერთადერთი აუცილებლობა. თან დაზღვევაც უნდა იცოდე, პერეხვატიც უნდა იცოდე. გაიგე და მომენტის დახურვაც უნდა იცოდე. ასის მომენტში. ფეხბურთის გრამატიკა როცა სხვა არაფერი შესაძლებლობა აღარ გრჩება, უნდა მაგრამ აქ რო ბიჭო თელი ეს ხუთეული გეიაროს და კარში დაარკას, დევეთკაში გაარკას და წართმევის ფუთის წართმევის საწმედამავე იმას დაგომართა. გაიგე? იგი ამას ემდობა, ამას გონია, იგი წართმევს, ამას გონია, იგი წართმევს და ამ დროს ყველა არ შეუძლია წართმევა, განსხვავება. მარცხენა ნაბადაოში იყო რა. მე მესამე გოლი ვგრეტარა, მეორე გოლი. ხო და ჩვენების სამარცხინო მოხდა რა წამოვიდა მარცხენა შემოვიდა შუაში ვერ შეხვდეთ მაგრამ აქ არის ერთი მომენტი კიდე ამაზე ხო გამათავდეთ ჩვენ დავამბობთ ბიჭო აი რა უნდა მოთხოვო გუნდს რომელსაც მოწინააღმდეგე არ აკავს ამის ნახევარი ჩემპიონატი არ ვარ უკვე უნდა იცოდეს წართმევა ეგ ძველი უნდა ყავდეს როგორ შენ ყავდა ბავშვობა შენ კითხვით როგორ მე და ებრალიძეს დაგავარ მაინც ართმევა იცო ჩვენ არა ჩვენ იმდენად ვენდევით ერთმანეთს უეჭველი წამთები ვიყავი მეც და ეგიც გაიგე მაგრამ ამან რავალი დაგვიჭირა იცი შეხედე ხიტრი იყო და ვითომ მე მივდივარ მე ამას ვენდევი იგი მე და ტაკ გავარდა გევიდა შევარდა ექსკურსია შახტიოდა გუში მარნიოს ცენტრმა და სამი თერცი დაგვანახა ჩვენ თუ როგორ უნდა იყო ფეხბურთელი მზად ფეხბურთელი ბავშვობიდან ისეთი შეცდომა უნდა დაუშვა როგორც დაუშვა ჩვენებმა და რო გაატაინეს იმას მაგრამ ჩვენ წელს მანო კიდე რა არის ახლა იცი დიახ იცით რა აი რომ საუბრობთ ჩვენ აი ჩემპიონატის დონეებზე ხო შეიძლება ცოტა ისეთი შეუსაბამო იყოს ეს პარალელი მაგრამ ნახეთ ჩვენ რო აგერბოთ პარი სენ-ჟერმენმა 4 საუკეთესო ინგლისურ გუნდს მოუგო ეხლა ალბათ მეხუთესაც არის იმის ალბათობა რომ შეხვდნენ და მოუგოს 1 წლის განმავლობაში თან ინგლისის ჩემპიონატი უფრო მაღალ დონეზე დგას ვიდრე საფრანგეთის ჩემპიონატი მე ვფიქრობ რომ ხა შვედეთის ჩემპიონატიც არ ბრწყინავს ხო ისე რაღაც განსაკუთრებული არ არის რაღაცნაირად არ შეიძლება რომ აი ჩვენი გუნდი
თავის თავზე მაღლა ახტეს საკუთარი გულშემატკივრის წინაშე სტადიონზე რაღაცა გავგონარი ფეხბურთი ითამაშა. მაგრამ არ ხდება. ბავშვობიდან უნდა მოხდეს ფეხბურთის სწორად ახსნა და სწორად აუხსნა და ესეთი ინდივიდუალური დამოკიდება როგორც ჩვენი ფეხბურთელებს აქვს ახლა ეს არასწორია. შენ რომ ამბობ ლივერპულს ფსიქოლოგიაც არის. ესეჯე მოუგო ლივერპულს და იმას მოუგო იმიტომ ამათა ბურთის აწმობა და პრესინგი და აქ უბრალოდ დონეებზე ვამბობ. ითვლება რომ ინგლისის პრემიერ ლიგა უფრო მაღალი დონის ჩემპიონატია ვიდრე საფრანგეთის პირველი დივიზიონი. ალბათ ასეა. ალბათ რა კი შეხედე თუ გინდა რა აშეხე იცი შენ შენ რა ამას დამტკიცება და ახლავე შეიძლება და გუშინ ჩელსიმ დაამტკიცა მაგერ თელ ევროპას დაუმტკიცა მე არ გონია რომ ჩელსი ამას დაამტკიცა შენ ხო არ აი შენ გონია ესე პარი სენ-ჟერმენი შენ ხო გონია მასე აი ხა მომისინი აპარა დაამტკიცა ჩელსი ბახა მე და მაუნჩას საუბარია შეხედე ჩელსი მე დაამტკიცა შეხედე აი ჩელსი ლურჯები და აქედან იწყებენ თამაშს მოწინააღმდეგე ჩელსის ხო ვინც იყო ხო იწყებს თამაშს ამიტომ ხო გუნდი იყო პალმეირისა ხო ფლუმინენსე ხო შეხედე 4 გუნდი ყავდა ბრაზილიას შეხედე ახლა ბარო შეხედე ამან მეკარი აზრებს ამას აგერ ვეცე მიცა პასი ამან მიცა ამას პასი კაი მაგრამ შეხედე უკვე ჩელსი რას აკეთებდა პირველი ბურთის მიცემა იყო თუ აქედან გადასულია ტელეგუნდი და პერსონალურად ერთი-ერთზე მანუ როგორ იცი სისტრაფეში მოზომილად და უეჭველი რო წაგართმევ აი ესეთი მისვლით კაიგე ესე იგი ჩელსიმ გასაკანი არ მიჩვა იქვე პრიჩოს ახლა მე ახლა მაგენი იწყებდნენ აქით რამდენიმე ჯერ მოახერხეს ბურთის გადაგდება და პირისპირაც იყო. დაჟე სამჯენ ერთ-ერთიც გევიდე. ეს აქ რო გახჩობს, ეგ ზონა ხორჩება. კი გეიცეს, მაგრამ აქ ამგენმა იმდენი მივხჩობი ვარიანტი კონკრეტეს. პრესინგი ეგ ბოქსი არის, მანუ კიდე კუთხეში რომ მიგაწყო, კუთხეში მიგაწყოვე და ვერ გამოდიხარ. და გიტყავს და დააგდებს და ნოკაუტი გაიგო. შენ რო თქვი ინგლისის ჩემპიონატი მაგარია, მაგრამ PSG რომ მაგარი გუნდია, იცი რომ მეჭავაშოთ იტალიის მომისილე ახლა თემა არის რაზე არის ლაპარაკი ჩვენ რატო ვახილობთ არა ჩელსის ვარიანტი რატო მისაღებია ჯერ ერთი პრესინგი კაია ქვენ კაი პრესინგი მიხჩობა კაი ზონის და გადასვლა იქით კაია მაგრამ ზონის და ცოტა მეტი ხიფათი აქ სამჯენ იმასკენს კინაგამ ერთ-ერთზე გევიდე მაგრამ რა არის ახლა იცი ბიჭო ამ პერსონალკის დროს და მიხჩობის დროს ამას ყველაფერს მანუჩავს ისე კი არ აკეთებენ რაღაცა საშუალო ტემპში კაი ბურთი მიიღე თუ არა შენ ხო თელი რივოკით შენთან მოვედი რომ აზრი არ გაგაკეთებიო პასი ვიც მიცე გაიგე მიხჩობა გაიგე სანამ ბურთს მიიღებს უკვე მოდის და ესე იგი მანუ ეს პერსონალკა ისე მიდის თითოეთო კაცთან და ნუ დაძლევებიც არის მაგრამ როგორ ვიცი კერო კაცაჩიდება როგორ შეშინება როგორ ჩახშობით მიდია გასაგებია პარი სენ-ჟერმენმა ინტერთან იგივე არ გააკეთა ხო აი მივდივართ რაზე თქვენს ივანოვდეთ ერთი კვირით ადრე რომ ამის კარზე მოიგო ელიტნი გუნდები ასე უკვე იცდება ხომ ინტერი ამას ვერ აკეთებდა აი ინტერი ხო არის ელიტური ინტერი რატო ვიცი ინტერი მაინც იტალია იკეთებოდნენ უკან ბიჭო მაგრამ ინტერმა შეიცირა გააკეთა ინტერმა იმას რო ეთამაშებოდა ბრაზილიას ეხლა ბრაზილიას რო ეთამაშებოდა ინტერმა ბიჭო გოუკეთა რა იცი შეტევა აი ასე იქვე შეტევა მიხჩობა ყველაფრის და იმ ბრაზილიელებმა და იწყეს აგი დაცვა კოლექტიური დაცვა ესე იგი პირველი ნომრად თამაშობდა წარმოიდგინე პირველი ნომრად თამაშობდა ბრაზილია გაიგე იგი არა იტალია რა ხო ისინი თამაშობდნენ და ბრაზილია იყო მეორე ნომრად ჩამჯდარი და წამსწრევები და აჯობა კიდეც ხო არა ესე იგი შეხედე ეს რატო იცი რომ უკვე არა ბრაზილიელებს აქ შეტევა ყოველთვის სოფლიო დონეზე ქონდა და ეხლა
ეთქობა ითხოვს მაგრამ კაია არა თავდასხმელი კაია ნაკრებში რომ მოდიან ხოლმე შეხედე ხოდა მე კაია ეს შეტევა კაია მაგრამ არ მაწყობს მე მარტო შეტევა ახლა მაწყობს კაცი რომელიც ბურთი აქვს არის შემტევი ბურთი აქვს იმას წართმევი რასაც აკეთებს კიდე ერთხელ ეგ ჩვენი კამათის არ იმაში მიდის რომ ფეხბურთი მიდის კალათბურთის ვარიანტში დასვენება ხო ამდენი წყალისმა ხო აი მოიწოდენ კალათბურთელებმა შემორბენი დასვენება ანგომა მაგრამ შეხედე თავარი რა ხდება შეხედე უეჭველი პირველი ვარიანტი გუნდი თელი კოლექტივი მიდის ერთად შეტევაში მოდის ერთად 1000 კაცი ქუში მასე ასე 1000 კაცი იყო შეტევის დროს აქედან ნახევარში იქიდან ნახევარში ესე იგი მანო აი დამიჯერე ალბათ კალათბურთის ვარიანტი ხო ასე იყო 5 კაცი მრახჩობდნენ იქით წამევიდნენ აქეთ 5 აქედან შორიდან ისმიეს სწორად არტმა შორიდან და ეს 1-1-ში 5-5-ზე აი ისე მიდის რომ ბურთი აქვს იმას უნდა წავართვა ვინც უნდა ვიყო ხო ასია გაიგე და ბურთი მაქვს მე გაიგე უნდა არ უნდა დავკარგო უნდა წევიდე და ჩავარდო შევტენო ხო და ესე იგი ეს ვარიანტი აი მაგი ჰოკეიშიც აქვენ ახლა ეს პრაქტიკულად დღევანდელი ფეხბურთში ბევრი გუნდები აკეთებენ და არ მგონია იმისთვის კიდე რომ ამას აძლევენ მეტს გაიგე გასახანს იმიტომ რომ სოფლიო პირველობა მეითხოვს ახლა ცოტა ხანში ამ თამაშს წამთვებს და შემტევს იყოს მოედანზე და ახალ ტაქტიკას იქნება ასე მან შემოვას ბატონო აი მე ახლა რაც უნდა განვიდეს ფეხბურთი რაც უნდა შეიცვალოს ტაქტიკები და ისინი ერთი არის ნაღდი წამთვებს შეუძლია ფეხბურთელი ინდივიდუალური ოსტატობა ძალიან ბევრს ნიშნავს და ინდივიდუალური ოსტატობით ჩელსი ჯობდა ბატონო ნაღდი ხარ მარჯო ისე ახლა როცა ბრაზილიელ ფორვარდებზე ჩამოვარდა საუბარი ნუ ხო იცვლება ბევრი რამე ვიფიქრე უცებ ნუ როდრიგო უკვე თქვათ გადავიდა პესერეს უტო აი საინტერესო იქნება სხვა შორის სხვა უნდა გახდეს ხო და ითამაშებს პესერეს ახლა პრაქტიკულად იმდენი მბაპეს მისვლის მერე ბოლომდე დათრგუნულია ეს კაცი და არა მარტო ну фактია რომ რეალში მისი მომავალი არ მოისმენს რეალი ყიდის რო კი ნუ აღარ დაჭირდათ მაგრამ რაშია საქმე არის რაფინია არის ვინისიუსი ეხლა გამოჩნდება ჟოაო პედრო სულ გამოჩნდებიან ბრაზილიაში რადალებს ფორვარდებს ბიჭო რადალებს იცი ფორვარდებს გეუბნები მე შენ გინდა თუ არა ტაქტიკა გაიგე ეს ყველაფერი გენერალური რეპეტიციები მიდის ახლა კლუბებში, გუნდებში, ნაკრებებში. რომ ეგ ამ ტაქტიკას რა პლუსები და რა მინუსები და რა გაუჯობეს. ხო და ახლა სექტემბერში მოდის და შენ რაღაცა ჩვენ რო ლაპარაკობთ, სულ ამაზე ხუქსიამინოს, უყურებ კაც ბიჭო, გაახჩობს არ გათამაშებს. გაიგე მიიღო ბურთი და მანო ესე იგი თელი ორი ტაიმი ისეთი ბრძოლა მიდიოდა მაინც ერთ-ერთშიც იმ ბრძოლაში არამე და ოღონ ჩელსი უფრო ამას სწრაფად უკეთებდა გაიგე შესაშინებელი სწრაფად მიშვა ჩელსი უკეთესი კი გამოჩნდა ოსტატობით უფრო ბაღლეთი კი მაგრამ რა სულ ერთი და იგივე ლივერპული ფლამენგოს ხო შეხვდა საკონტინენტო შორის ხო ერთი და იგივე მე გეუბნები შენ ჯობნიან და მოჩა ასე იყო ახლა დღესაც ბევრი გაძულა იქ დღესაც ახლა რო უყურებ მეორე შემადგენლობა ლუჯები საგანი იყო 1-4-4-2 გაიგე ეს შეხედე 1-4 გაიგე 4-1-2 ასე იწყებენ ტექნოლოგიური ჩამორჩენა ამას იწყებენ ასე გაიგე იმიტომ რომ ეს გენიალური ტაქტიკაა იმაში ბრაზილიელებიდან აღებული მაგრამ შეხედე აი ამ თამაშის სრულობაში ისე გადადიან 4-3-3-ზე გაიგე ეს და 4-3-3 გადადის 2 შეხედე აი ეს 2 რჩება აქ და დანარჩენები ყველა შეტევაშია აქ შეტევის დროს მერე პრესინგი იქვე
და თუ არა და უკან ჩამოდის ეს შეხედა. ყველა, ანუ ასე, ეს 3, ეს აქ 4, გაიგე? 5, 3, 2 ჩამოდიან აქ და ეხმარებიან ძმაო. ამიტომ წართმავა და შეტევა გინდა თუ იცი ორივე კარგად ხარ ძირითად შემადგენლობაში. კი ბატონო. ხო. და ეხლა მოიხსნა. ხო. ეს ისტორია შეცვლაკეთები ხოლმე ხალხები რა. ხო. წვნელები უხაზავენ ისინი ეს დაფაზე და ნუ შემოდის კაცი ეუბნები რომ ახლა გადი აი ასე გადი ესე გადი ისე და ნუ შენ ზონაში შენია და პერსონალგა ეს კაცი შენ იციან კაია ყველაფერი კარგია მაგრამ თავია ინდივიდუალური ოსტატობა როგორ და კიდე რა იყო იცი კაი გუშინ ჩელსიში მეორე ტაიმი უკეთესად გააკეთეს ესე იგი არა იქ რა ჩანდა ბიჭო იცი პირველ წუთიდან რომ გამევიდა აი პირველი იქ ის 10 წუთიანი პერერივი, როგორ გამოიყენა გუნდმა, აი რასაც ჩვენ ახალ საუბრობთ. წვნელმა და გუნდმა. წვნელმა დაინახა ერთმაც და მეორემაც რა მოხდა დიახ. იცი რა, ჩემი აი აქ ეს ადგილია, აი ესე გადადი, ესე გადამოდი, მაგრამ შესრულება ხო უნდა გასულ. ხო და შესრულება რომ თუ გინდა, შეუნა იყოს ძლიერი და განძლება სწრაფი უნდა იყოს და თუ სწრაფად არ გააკეთე ყველაფერი ეს და კარად არ სწორედ ისარგებლა ჩელსი დაინახეს უფრო მეტი პოტენციალი. სწორედ ზამბურდი განლაგებ, მაგრამ თეორია ფეხბურთელი უნდა იყოს და ბიჭი უნდა წაიღო დაარტყა. ხო და მომისმინე იმან რომ გაიტანა ხო და ბურთს ვერ ართმევ. ახლა შეხედე მაგის მაგალითი გვაჩვენა გუშინ ჩელსიმ და იმ ბრაზილიელებმაც. გაიგე, ბრაზილიელები მაინც გადასული არიან უფრო მეტი ტექნიკაზე. ბოლოს გააკეთა, კაი მაგრატელა რომ დაარტყა. ტექნიკა რო გვაჩვენა და კისერი რაღაცა. ხო და რა რიცი ბიჭო. ეხლა ერთი რამეზე აქცენტი კეთდება და ყველა გუნდი მოითხოვს უკვე ამას და ჩვენც უნდა დავიწყოთ. ნაო, გაიგე, თამაში ელევიც გექნება, წყალსაც დაგალებიებ, შეგასამკიდევას, დაგასვენებკიდევას, მაგრამ ბურთი რო გაქვს შენ ძმაო და შეტევაში. მოუარე ბურთი და არ დაკარგო შეტევა. ხო, იმას რა ბურთი კიდევ წართ. ესაა ძირითადი ახლა ფუნდამენტი. ამას რა თუნდა უბრალოდ შენ თქმის არ იყოს. იგი რა არის საჭირო? იმ პერიოდზე თქვი, რა არის საჭირო ფეხბურთშიო და ბურთის მიღება. ხო, ბურთის მე კონტროლი, წაღება და ზუსტად მიცემა. მე გახსნა. აი ამას ყოველდღე გწირდება 4-5 საათი რო ივარჩო. უბრალოდ აქედან გამომდინარე ფიზიკური მომზადება გჭირდება, წადი ვიზია და კი მართალია, ჩვენმა სტადიონებმა მოშალეს იგი სარბენი ბილიკები მაგრამ წადი ვიდე სადაც კიდე მონახე ადგილი და ირბინე თუ ირბენ და შენ თავს მოამზადებ ვერც გაგექცევიან ვერც მოგატყუებიან და არც კაში და არტყევის. ათაშორის აგერ სერ ალექს ფერგიუსონმა ყველა დროის საუკეთესო ბრიტანელ ფეხბურთელად ჯორჯ ბესტი აღიარა. იცოდით ეს ამბავი? არ ვიცოდი. აი ჯორჯ ბესტი აღიარა. ძალიან კაია. ბესტი ჯორჯოაშვილი თქვენგან რო ვიცნობთ. ეხლა მე გეტყვით მე ბესთან ეხლა ვიღაფასებს აი უბრალოდ თქვენ რომ თქვით რომ აი ეს უნდა იცოდეს ეს უცებ წარმოიდგინე რომ ბესტმა ყველაფერი ეს იცოდა. მე გამახსენდა მაგალითად მე გეტყვი პირველად წავიყვანეს კაჩალინი იყო იგი პირველად წავიყვანეს ხო კაჩალინი და ჯერე იაკუშინი იყო კაი გუნდი ყავდა გივინოდია მურტაზა იყო შიგნით და ლევანოდია კაი არა ახიასათია ყავდა ხო და მე არ ვიყავ იმიტომ რომ ახალი მოსული ვიყავი ქუთაისის და იაკუშინი ნაკრებზეა ლაპარაკი ხო ნაკრებზეა ლაპარაკი და ამიტომ ნაკრებში ლევანოდიას კაი შედეგები ჰქონდა აი იგი ახალგაზრდულში კი ხო და რა იყო იცი ანუ აი ხლა რა შეიძლება უკვე რომ წავიყვანეს და გვამზადებენ სოფლიო პირველობისთვის დაგვიბარეს მანუ 5 კაცი ვართ ესე იგი კრაიზაშნიკები ფლანგებს
ხუთი კაცი ვარ და ყურებ ისტომინი, აფონინი, ისინი ვინც იყვნენ ნაკრების იაკუშინის ნაკრების დამცველები. ყველა კაი და თან ისე კაი დამცველებიც. აი უთამაშები ხუთი კაცია, მე ექვსე ვარ მე მათამაშები რასიზამენ, მაგრამ ბიჭო, ესე იგი შევხედე, მე მიგვიყვანეს და გამოვიდა კაჩალინი და გვეუბნება 100 ადგილსები და აგერ ნაკრების ხალხი და ბიჭებო აიო ძალიან მიხარიაო თქვენთან პირველი შეხვედაო, კაი ბიჭები ხართ ხოლმე აყვანილი ყავართ ყველას, მაგრამ ერთი რამე უნდა იცოდეთო რა, თუ გინდათ რომ სოფლიო პირველობაზე გავიდეთო, აგერო ერთი კაცი ყავს გაჩვენეთ ახლა ფილმსო, ამის დაწერა საჭიროა. და აი და ახლა ვინა ბიჭო, ჯორჯ ბესტი. აი ესე იგი. ხო და ახლა შევედე მანო და იგი გვაჩვენებენ გადაღებულს, თამაშობს ინგლისის ნაკრები. და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები ამხანაგურს. გაიგე? ამხანაგური ამას არ ქვია ოღონდ. არ ქვია, ხო, ამხანაგური და პოსტო დამალული იყო, მაშინ გვაჩვენდა რამე სიმგეს და ბესტის თამაში ვანახონ ეგ ეთქვა იჩალიჩე. იმას ჩამოიტანეს. ხო, ახლა ბიჭო, რა დავჯექი, ახლა ასე ვიყურებ ამის და ვიფიქრებ, რომ რა უნდა იყოს ამნაირი ფლანგზე კაცი, ყოველდღე მიშასთან და სლავასთან მაგერი იგი. ორ დამწოლები, ხო? ვინ უნდა იყოს ასეთი? მაგრამ რა იყო იცი ეხლა ამან წიგნი მომიტარა კიდე ბესტიზე, მაგრამ უნდა მივიტარო და წავაკითხო აქ ხალხს გაიგე რემს აკეთებდა. ანუ უახლესად ნიჭიერი და ესე 17 წლის უაღრესად ნიჭიერი არის იყო თურმე იმაში რა ბურთის ტარებაში ბურთის კონტროლი ტექნიკა ქონდა და ერთი-ორჯერ ნერვაცია გამიგე და გაზატყაურიც ქონდა მე ეს ნაწილი ქონდა ეს მაგარი ტექნიკა ქონდა და გალეუი ჩუტიო და უკლედ ყველაფერი кай ქონდა მაგრამ დააჯექი და არა მაგრამ ისიც თქვენს რომ ბიჭო ცოტა არა რეჟიმისტი დალევა უყარსო დალევა უყარს და რაღაცაშობა იმაშობა და ხო და აღარ უყურე ბიჭო მიშა სლავას ეგრე ფაიცერ ჯობია ფიქრობ და ამას თუ ვეთამაშე იმგეს თუ ვეთამაშე იგანა და ვურც ვართო ამას ავერწავა ხა ხო ასე იყო შემწიკავი იგი იმ სასტავში იგი ხო და რა არის ახლა იცი დავდები და უყურე ფიქრე მეთვალას თუ ვათამაშე ნაკრებში პირველად დაგიძახენ და გათამაშებენ ერთი თამაში ვითამაშე ჩერნომორეცი ბოლოს როგორ დაგაყენეს ეს ხო და არა გეუნები ახლა და ზივარ ასე და ჩემთვილა მიხუჩური მე ექვსე კაცად ხო და მე რო ახლა რასაც ჩვენ ლაპარაკობდით და რასაც ჩვენ ძახი გავიხო მეორე დღიდან დავიწყებ ესე იგი ადგომა იყო 9:30 შვიცარდი ამგარი ვიყავ ზვაზე წარმოედი შვიცარდი ამგარი ვიყავი იქ ზვაზე ვნახე кай ადგილი სარბენი და ვიწყებდი ჩემთვის ზარიათკას გავაკეთებდი მაგას გამოვიქცეოდი სულიერად რაღაცას ბიჭო იქნება მოუმატო რაღაცას იქნება რაღაცაში და ისე გევიდა იგანა ერთი თვე მაგრამ ერთი თვეზე 20 დღე ვიყავით და მე ჩავედი ქუთაისში ვეთამაშეთ ერთი ამანა გზაზე ხო და ისე წეგავიდა რომ დღე არ გამომიტოვებია მაგრამ ახლა შეხედე რა გრისერს იგი იყო დილას ხო დგამოდი 7 საათი კი ბატონო 1 საათი ხო ვარშები ჩემთვის იმგეზე მე 9:30-ზე ამგარი იყო და 9-ზე იყო ოფშის დარიათკა საერთო იგი 1 საათი იგი ხო უნდა გავაკეთებია კაი ვივარჩევდი ზარიათკას გავაკეთებდი წევიდოდი შემჭამდი წევიდოდი მე და დავწოვოდი დავიძინებდი ვიცოდი რომ 4 საათზე 5 საათზე ვარჯიშია ხო ესე იგი ხო და ესე იგი დავისვენები ვარჯიში წევდი ჭამე მე წევდი და ხამე კიდე ბიჭო მანვიდა დაბაზი იყო კაი შევიდე და მკეწვიდი ჩემთვის და კაროჩე რა იყო იცი იქან ეთყობა სიგარეტს რომ მიეჩვევი და ვეღარიდა პირიდან ხო ალბათ ხო აი ეს გავატარე თელი თვე იქ ბიჭო და იმიტომ დაიჭირე არა მანო ახლა ხო ვითამაშე მაგრამ მე თამაშები იწყებოდა ხო დაიწყო საფრანგეთის პირველობა დაიწყო და ერთ თვეში ერთი კვირით მაინც გვიძახებდნენ ამ ნაკრების შემადგენლობას ბიჭო მელოდი ახლა ამ 6 კაცი ხედავ განახევრებულია 3 ვარ დამცველები მე ვარ შიგნით შესტავში ხო აფონინი ისტომინი და მე ხო
და ბიჭო ახლა ეგენი არ არიან უკვე და ლოუჩევი იყო კიდე ოღონ ლოუჩევი იყო მარცხენა მხარეს და ახლა დავიწყე თამაშები მანამ და ხარ გონია გამოვტოვე დღის წესრიგი ასე ვარ იქაც და მომატებულია და ნუ ახლა მივედი ბოლო ეტაპზე აი და ბოლო ეტაპზე გამოიგი და ვარ ეს სამი კაცი დარჩენილი და მე მაგ რაღაცა პრეიმუშესტო მეტი ათხოვ იმიტომ რომ ერთმანეთში ხანდახან ხო ვარჯიშობდნენ ხო თამაშობდით და რეზო ტიდერჟის პერსონალკა მეტყოდა ხმელნიცკი აი იმას ეთქვა ბიშევცა ეტავა და ინდივიდუალურად ახალასაც ლაპარაკობთ ერთი ერთზე გაიგე და ერთი ერთზე რა ფრა თამაშობ ამას გიკვირდებოდა კაჩალინი და ის სულთა საბჭო ხო და ვისაც მივაждდებოდი, გაიგე, ვისაც მივაждდებოდი, ვარჯიში რომ დავდაბოდა, გავლილ დიმიტრიჩ, я больше не буду против Зуашвили, он убивает. გაიგე, ასე იზამბოდა, რა убивает, ვერ მატყუებდნენ, აბა, იგი იმას რო ეძინა მე დავბოვდი და რა გამასწრებდა. ხო, ეთხოვა. ხო და ეს ბოლო რო უყურებდა ყველა გაწია იქით კაშალიბო და მე ვარ აგერ არა ბიჭო არა აგერ პირველ რიგში გავდივარ თამაშებში და ახლა მივდივართ უკვე სათამაშო ჩრდილოეთში მივდივართ და ვიცი რომ აგერ იგი ვარ დამკიანი ვარ დამგაში ვარ ვიცი რომ უნდა ვიყო და ვეთამაშობთ პოლონეთის ნაკრებს და პოლონეთის ნაკრები არის ეხლა რა იცი პოლონეთის ნაკრები არის ბიჭო უკვე გენერალური რეპეტიცია ესე იგი რასაც დააყენებენ რა განა ხო იმან უნდა ითამაშოს ხო და არა რო ასე გაბრიელი და გონია რომ გამოაცხადება ზოზუაშვილი ორ ნომერზეო დააყენა აფონინ არო ნომერა მე ზაპაში და მისურა ლატიკი აფონინ ლოჩო მარჯვი მარცხნივ ხო დააჩენი სამი იგი ცენტრალური დამცველი კაპლიჩი შესტერნევა ხო და მანუ ეხლა კაი დაცვა იგერი მაგრამ მე დევიბოღბე და ხო კეროვიციან იგი ქართველებმა რუსების გინდება აი მაგენი აგირებდით ხო იგიო მაგენი ნაციონალისტები და ხო ხედავ დამჩაგნეს და იმასკეს ამასკეს ხო და ეკაჩალინი ცოტა ის იყო გაიგე და აი ეს თან აფონინის კონდა პრეიმუშესტო იაკუშინის დროს პელეს წინააღმდეგ ქონდა რა თამაშები ხო და პელემ კი შევგდო ერთი გოლი მაგრამ კარგად ჩათვალეს გაიგე მაინც რო კარგად ითამაშა ხო და რა იყო იცი აფონინი მაინც უფრო ოპიტნიაო არ შეეშინდებაო ეთქობა ეს ვარიანტი იყო ან მეორე ვარიანტი იყო რომ იყო სპეციალურად ფსიქოლოგი ამისი კაჩალინის ეს ქონდა მარტო აი რომ შენ გიკეთებდა გაგაბრაზებდა ისე რომ მაქსიმალურად მეყვანე შემადგენლობაში ამასაც გიკეთებდა გეიგე ხო და მაგრამ მე ახლა რაღაც ვიდეო დამდენი იმაში მონაწილე ვიყავი კიდე გახსენა და არ დამაკეთა და ვარ გინებაში ერთუმეში იმაში ამაში და რას ვიკეთებს იცი პირველი ტაიმი ითამაშა ერთი თურს იგებენ ჩვენები ორი ნომერი კარგად ეთამაშება 11 ნომერს და დაუდია აფონინმა არ იყო გოიმი იყო არ იყო სათქაი კატეთი ნომერი ხო და ფიქრობ უკვე всё ჩაიგია ზოზუაშვილი დეივიწყე იგი მზე ჩაის ხო ბესტი და ბიჭო აქეთ ცოტა ვერ თამაშობს მარცხენა მხარეს ლოჩე და ასე ზოზუაშვილი ვიძა ახალი იმაზე ვარ პერელივი ზოზუაშვილი და ты сейчас пойдёшь подготовься хороший разминку сделаешь и вместо ловчева зайдешь. Это ловчевич вагира чедио. მე არ მესიამურა ლოვჩევი მარცხენა, მე მინდა მარჯვნივ. იმასთან. აფონინი. იგი იმას უნდა დავმტკიცო რომ ამაზე кайია. აი ხო. და кай ლადნათქვა მე უთხარი და წევედი რადიორკაში. იმის და ნახევარ 15 წუთის განმავლობაში იმდენი ვარჯიშე რომ მე კაცობოლი ვიყავდი ვარჯიშზე. ო იგან დავიწყე იგი უკვე იმაში ვარ, მაგრამ აი რა არის ახლა ეს 2 თვის განმავლობაში რომ ასე იმაში ჩართული ხარ მე ხო იცი და ფსიქიკაც გენგრევა. კაისკენ, მაგრამ ვაშკაცულა. ო და ეხლა
შავედით იმაში გასახდელში და ძოძუაშვილი ბესტალოვჩევას იგრაიშკო და უცბად ბახ რადერს და გევიდე იქ დევი მალე ვითომ რაზმიკას ვაკეთებ არ მინდა რომ ვითომ რამეს მეწოდეს ხო და რო გავდივართ უკვე სტადიონზე როშნიკებს რო გავდივართ და გევედი იმასთან მოედანთან რომ მივედი და აფონის მეუბნები კუდეთი დავანალევა ის თქმა მარცხნივ შენი გადა მე უთხარი ასე გადადი იმიტომ რომ მე თავის გუნდში მარცხნივ დამაშობდა გაიგე მარცხნივ მარჯვნივ უფრო მეტი მარცხნივ დამაშობდა ეს დამიჭირე ეს მომენტი და მე უთხარი დედიდან ნალევა აი ანა ბრავო თქვა მე უთხარი ტემ хорошо სიგა დავაშა ნალევა თქვა ხო და ახლა იმასაც ფეხებზე არ ეკიდა ადგერა გადევიდა გადევიდა მაგრამ მე ვიფიქრე დევიწყებ არ ჩანდა პირველ მიღებებზე რომ მივახვჩენდა 5-10 წუთში რომ აქეთ აღარ ეყურებოდა და დევიწყებ ბურთის დარება ანუ ახლა რო ვიძახი რასატყუებ იმასთან იმას მაგრატებას კეთება ხო არა რო აჩვენ ნახე რო ბიჭო ფორმაში ვარ და არ გიდება ხო აი ნახე და მე ვიგეთ ორი გამოვდივარ ახლა და გამოვდივარ და ასე გამოვდივარ ეს გამოვედი და კაჩალინი დაგდა ასე კარებთან ასე და ძოძუაშვილი მეუბნა რა იყო ძოძუაშვილი შენო ხალხი ტაშ გიკრავდაო და ჩემგან ნახე რამდენი ოფლი მაყო ერთ საკეთებდიო და მეც ასე კუთაისუნად აბა რა უნდა მე დამემტკიცებია მშულად ხარ აბა რა უნდა დამემტკიცებია შენთვის აკაკია დონჟონ ბილწიბა დაკაზა что я игрок თქვა და წავედი ვიტო მეც გამრაზები წავედი დავჭექი და ახლა ხვალიდან მიფრინა ვარ და საღამოს მიძახის ძოძუაშვილი მოდი აქო ამიძახა შევედი დაიყო იცი მეორე დღის განმავლობაში იყო განხილვა იყო ხო და ტრენერი არა ტრენერი ეკითხებოდნენ ყველა უმაღლესი ლიგის წრეს არის ეს ალსკის სპორტი ბაქს რაღაცა და წერია რომ ვინ რუსებს ქონდათ ეგ ხო ქონდა და ყველა ხო ქონდათ ეგ და ყველა წრეს უმაღლეს ლიგას ეკითხებოდნენ ვინ დაიჭიროს უნდა ბესტი ხო და ბიჭო გავხედე ორი კაცის გარდა ორი ბარა აფონინს არ აკეთებენ უკვე აფონი გადევისწორე არის ლოგოფეტი ბიჭო და ამ ლოგოფეტის ვარიანტი მერე ნაკრებშიც გავიკეთეს მაგრამ ლოგოფეტს ყავდა მაგარი კარგად თამაშობდა ფედერაციაში მუშაობდა ხო და კაი ადგილზე მუშაობდა და კაი სტაბილიზება ჰქონდა საერთოდ ჩვენთანაც დინამოსთანაც ბიჭებთან კარგად იყოს ხო და იგი ჩახუტებული იყო და ну ახლა სპარტაკშიც кай ფეხბურთელი იყო, მაგრამ ნახევარდამცველი იყო უფრო. გაიგე და ამ დაცვაში და ეხლა ერთმა კაცმა მარტო სპარტაკის იმანქვა მინდრევა ლოგოფეტი. და არჩენმა ძოძუაშვილი. და ასე ხამე დამიძახა და მოდი და მითხარ რომ ძოძუაშვილი უნდა მიხედო მაგ ძოძუაშვილი ბირიშვილი тебе поставить против Беста. Да, мне так. Но что но знаю. Если ты плохо сыграешь, тебе сборную никогда в жизни не видать. ესე იგი თუ შენ ცუდად იდამაშებ ნაკრებს მიდროჩი ვერ ნახავ ეგეთი კანონია ნაკრებს იგი ესე ამერტე სტიმულიც მოგცეთ ხო და მოდიშა სტიმულად მაგრამ გადაცემა დასასრულს მივახლოვდა ხო და მე ახლა რა იყო იცი ეს ბალახნელი ბიჭი ვიყავ ცოტა და ყველა არა ხო ძველი ბიჭი რა თქვარი კარლ დიმიტრიჩი я его маму выбуду მოდიშ ხარხმენა და დი დავაი დი რო გაისას დესო ტვინი გადატრიალებული მო გაიგე და შევაგინე და გივიდა კარგად მეორე დღეს დამაყენეს და გავდიოდი ნაგენახა ბიჭო ვინა უნაირი ერთი სახეზე მაინც დევინახო და რო გავდიოდი შეხედე და ბიჭო ანგელოზი ბიჭია თუ გოგო ხო ანგელოზი ამას ფეხი კაცმა ეს ალბათ გოგოების ფეხი არა ამას ფეხი რა უნდა მიარტყა ისეთი ბატონო თელი იგი ერთი იგი მოდიოდა ქალებით სამსევდა აბა კაი ბატონო მე დაარღვევდა რეჟიმს აბა რა ისანდა რეზო ეგრე თქვენზეც მოდიოდა ჩვენი ფეხბურთმა ჩაიარა მაგრამ ფეხბურთი დარჩა კანონში
რომელიც ადრე იყო და ეხლაც კანონერთა ფეხბურთში რომ წარმატებას მეაღწევს ფეხბურთელმა და გუნდმა უნდა დაიცვა რეჟიმი და რასაც ჩვენ გადავწევთ ახალგაზრდა თაობა კი მამაპატი გაიერონ ამხელა ფეხბურთი ისეთი რამე რომ ვერავინ ვერ გიშორის ვერც მამა ვერც დედა გამოდიხარ თელისური უნდა ჩავდა იყო ფეხბურთში შენ ახლა მე გამოვიდა მუსიალა და ისე ჩაახერხე ვერავინ ვერ გიშორის შენ თავის გარდა და რამდენი დაიკარგა მანუ კაი ფეხბურთელი კიდე ახალგაზრდა მე როი ბრიკებია როგორია რომ ვარსკვლავები არიან ასია აი ვინც იბრიქება არ უნდა იბრიქებო ხო ამიტომ ბოდიში რომც გაკეთებული გქონდეს არის ახლა იცი ჩვენი მე და მაუნჩარა ამაზე სულ ლაპარაკობთ ბიჭო თქვა თეგი ვილაპარაკობთ იმიტომ რომ რატო იცი ამ ახალგაზრდა თაობა ახლა დასრულდა ახალგაზრდა თაობა ჩვენი ერთ-ერთ ვისაუბროთ ამაზე ახალგაზრდა თაობა თუ არ გადავეცით ჩვენი მართლა კაი რაც იყო ო კი ბატონო ჩვენ გადმოგწევთ აი შემდეგ გადაცემაზე შეგვიძლია გავამახვილოთ ყურადღება ახლა დასრულდა აუშავს შეგიძლია ერთი ხუთი არა ხუთი კი არა 7 გადაცდა არა ბევრი კი ვილაპარაკე მაგრამ დიდი მადლობა ყურადღებისთვის იმ გადაცემაზე კი მოსარამები კარგი რა ხავდის